მოგესალმებით, მოკლედ მე ვარ გიორგი მოდევაძე, ვაგრძელებთ მეფის ფორმატზე მუშაობას. მე ვთქვი წინა ვიდეოში, რომ თეორია დამთავრდა, თუმცა პრაქტიკაზე ჯერ მაინც ვერ გადავდივართ, იმიტომ რომ სამუშაო გარემო უნდა მოვიწყოთ და ზუსტად ეს ვიდეო მაგას ემთხვევა. ანუ მაგას მაგ თემას განიხილავს რა, მოკლედ ემთხვევა. ხო, მოკლედ ტერმინალი გამოიძახეთ და ჩვენ დაგჭირდება ასემბლერი, ასეთი ასემბლერია NASM ანუ NASM-ის ასემბლერი. არის ხვებიც, მაგრამ მე ამას გამოვიყენე და თქვენს გირჩევთ ეს დააყენოთ. Так, დაყენება აი ამ ასემბლერის არის sudo mere apt mere install და NASM. აი ეს არის ინსტალაცია, აქ რა თქმა უნდა პაროლი, ადმინისტრატორის პაროლი, ის ესპანურად ვერ დააყენებთ. ეხლა მე მიყენია უბრალოდ ეს კომპილერი და აი ეს არის ვერსია. თუ ამას დაგიწერთ, ესე იგი თქვენთან აყენია. თუ არა და დაიწყებს ინსტალაცია, შეიძლება შეგეკითხოთ დავაინსტალირო, თქვენ საქმე უნდა Y უნდა უკრიფო და მე enter-ი და დააყენებს ასე. ესაც ეხება აი ამის ინსტალაციას. გარდა მაგისა ჩვენ დაგვჭირდება C-ის ბიბლიოთეკების და header ფაილებისა და კი მოკლედ სხვა ესე ვთქვათ პაკეტების დაყენება, რომელიც C-სთან არის დაკავშირებული. ანუ ეგ ხდება ასეთნაირად. თუ ვინც არის ახლა sudo არის sudo-თი ჩვენ უშვებთ ბრძანებას, ახლა ეს არის აფარი ბრძანება, ეს არის პაკეტ მენეჯერი და მე ვუნებით ინსტალაციის, ანუ ესე იგი sudo ნიშნავს, რომ აი ამ პაკეტ მენეჯერს უშვებთ ადმინის უფლებებით. ეს არის თვითონ პაკეტ მენეჯერი, ეს კიდევ აი რა ქმედება უნდა გააკეთოს აი ამ პაკეტ მენეჯერმა, ინსტალაცია ახლა შემთხვევაში და ეს არის პაკეტის სახე, NASM-ი. ეხლა თუ ეს არის C++, მაშინ არ მახსოვს ისე შეგვიძლია მოვძებნოთ ინტერნეტში ინტერნეტზე პირად არ მახსოვს ვერ ვიხსენებ. კაი, ოკეი. install, თქვათ gcc windows აი ubuntu აიღებ და აი აქ უნდა იყოს პრინციპში. აი ეს არის. კი, ეს არის. ვოთ ვერ გავიხსენე ესენ მოკლედ. აი ეს არის ის ბრძანება, რითაც თქვენ შეგიძლიათ C დააყენოთ. აქ პრინციპში ყველაფერი ყენდება. ასევე არის კიდევ კარგი, აი ეს არის GCC-ის C. არის კიდევ Clang-ი. ესეც არის ფაქტიურად GCC-ის კომპილატორის ესე კონკურენტია, ესეც ძალიან მაგარია სხვათა შორის. ესენი დააყენეთ რა, ანუ ეს არის GCC-ის დაყენება, ეს არის Clang-ის დაყენება, ეს არის. ერთად კიდევ რა დაგჭირდება, ანუ თუ კომფორტული სამუშაო გარემო გინდათ, მაშინ Visual Code ეს განმოწერეთ, ეს მე მგონია ყველა იყენებს ამას თითქმის. Linux-დან თუ ხარ შემოსული, აქ შემოვა და ანუ Debian-ი, ანუ Ubuntu თუ გაქვთ, ანუ Debian-ი უნდა გადმოწეროთ, აი ეს არის Debian-ი. ახლა დაიწყებს გადმოწერას, რამდენი წუთი უნდა, წუთიც არ უნდა, წამი, რამოდენიმე ათეული წამი უნდა. ხო, ისე დაყენების შემდეგ ჯობია გადაამოწმოთ მაინც, ანუ ან update-ი გააკეთოთ, სანამ დააყენებთ, პრინციპში ჯობია update-ი. ანუ ეს არის რეპოზიტორი პროგრამების პაკეტების უბრალოდ update-ი, ანუ რა ხდება
თითოეულ Linux აქვს თავისი სია პაკეტების რაღაცა სია არის და ეს სია ინახება ესე ვთქვათ გლობალში, ანუ ინტერნეტში, რაღაცა სერვერზე. გარკვეული დროის შემდეგ, რა თქმა უნდა, სხვა პაკეტების აპდეიტი ხდება, ანუ ვთქვათ რაღაცას აღმოაჩენენ, ვთქვათ შეცდომას ან ვთქვათ ახალ ვერსიას რო გამოდის პაკეტის, რა თქმა უნდა ეს განთავსდება სერვერზე და მერე საჭიროა ხოლმე ლოკალური სიის განახლება, ანუ კომპიუტერში. ანუ ეს არის ლოკალური სიის განახლება ამ პაკეტების. ეხლა აი აქ მეუბნება რომ აი ძალიან კარგია რომ მეუბნება რომ 3 პაკეტი არის, ესე იგი მოძველებულიო. აი 3 პაკეტია მოძველებული. თვითონ ამ პაკეტების დაყენება ჯობია ესე გავაკეთოთ. ეხლა მეუბნება აი უყურეთ აი ესენი არის მოძველებულიო. მეუბნება აპდეიტი გავაკეთოთ თუ არა, ანუ ინსტალაცია, ოკეი, ანუ Y და Enter-ი და აი მოკლედ გააკეთა ინსტალაცია. აი ეს არის მოკლედ ძირითადი, ესე ვთქვათ, ანუ რეპოზიტორი პაკეტების სიის განახლება, მე თვითონ განახლება, რასაც ქვია, უკვე ნახეთ და ინსტალაციაც, პრინციპში უკვე ნახეთ. ხო, აი ესეთი რაღაცა, დეინსტალაციაც არის, რა თქმა უნდა, ნაკ ინსტალის მაგივრად ესე უნდა დაწეროთ და ანუ remove და წაშლის. ეს ისე რო იცოდეთ, შეიძლება დაჭირდეთ. ხო, ეს ამან უკვე გადმოწერა, ახლა გადავიდეთ სადაც გადმოწერა. აი ეს არის და აქ შეიძლება ასეც გაეშვას, მაგრამ არ მგონია. ხო, აი პრინციპში აი ესე უნდა გაუშვათ, აი ესე, აი ეს არის. ეხლა მე დაყენებული მაქვს რა უბრალოდ აქ თქვენ ანუ ის ინსტალირებულია და რომ არ იყოს თუ არ არის ინსტალირებული, მაშინ ინსტალს მიეცით და მოგთხოვთ ადმინის პაროლს, ანუ root-ის პაროლს მოგთხოვთ და დააყენოთ. შემდეგი რაც უნდა გააკეთოთ, ეს არის თვითონ ეს გაუშვათ და extension-ები უნდა დააყენოთ. extension-ები რა გვინდა? ეს Python-ს მე ხანდახან ვიყენებ ხოლმე, ამიტომ Python-ის extension-ები მაქვს დაყენებული. თვითონ NASM-ს, ანუ აი ამ assembler-ის კომპილატორს აქვს ესეთი extension-ი, ანუ x86-64, აი ამ სინტაქსისთვის აქვს აი ესეთი assembler-ის ისა რა ქვია extension-ი, ეს არის makefile tool-ის extension-ი, ანუ ეს ძალიან დაგჭირდება. makefile-ის tool-ი ინსტალირდება კომპილატორთან ერთად რა, GCC-ის კომპილატორთან. აი არ ვიცი Clang-ის კომპილატორთან ერთად ინსტალირდება თუ არა. მე მგონი იქაც ეგრეა, ანუ არ ვიცი რა ზუსტად. ორივესო დააყენებთ ეს GCC makefile-ი ყველა ვარიანტში არის. ასევე hex editor-ი, ეს იმისთვის გჭირდება, რომ ფაილი გავხსნათ 16-ობით, ანუ თითოეული ბაიტი არის 16-ობით რიცხვში წარმოდგენილი, ესე მასივის სახით. და მოკლედ ეს არის კიდევ C და C++-ის სინტაქსისთვის. მე Clang-დეს ვიყენებ, თქვენ შეგიძლიათ ესეს გამოიყენოთ, ან Microsoft-ს აქვს აი ესეთი extension-ია C++ თუ აგრიფავთ. აი აქ არის ეს Microsoft-ის extension-ია და სინტაქსისთვის, პრინციპში ეს ძალიან კარგია, ცუდი ნამდვილად არ არის. მე ჯერჯერობით ამას ვიყენებ, ესეც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ან შეგიძლიათ ორივე ესე ვთქვათ გამოიყენოთ და უბრალოდ აქ გამორთოთ, ვთქვათ ან ინსტალი გააკეთოთ. ეხლა აქ მაგალითად disable შეგიძლიათ ჩართოთ, მოკლედ აქაც გამორთა ჩართვა შეიძლება. ხო, ეხლა პრინციპში სულ ეს არის, რაც აი ამ ვიდეოში მინდოდა მეთქვა. ეს არის გარემო, ანუ Linux-ი უნდა გქონდეთ. გიჩერთ Ubuntu იყოს, ან Linux Mint-იც პრინციპში ცუდი არ არის. Debian სისტემა თვითონ, ანუ Debian 13-ია ბოლო თუ არ ვცდები, ანუ მაგას არ გიჩერთ თუ დამწყები ხართ, იმიტომ რომ
დაიტანჯებით. ამიტომ ან მინტი, ან აი ეს უბუნტუ. უბუნტუ ცოტა უფრო ძიმია, მაგრამ თუ გამოცდილება აქვს ცოტა, მაინც უკვე არ აუშავს. მინტი პრინციპში უფრო ადვილია გამოსაყენებლად, მით უმეტეს დამწყებისთვის. მოკლედ სულ ეს არის რა. შემდეგ ვიდეოში უკვე გადავალთ ასემბლერზე, ანუ ეს რეგისტრები რომ მოყევი, ეს რა თქმა უნდა დაგჭირდება და მოკლედ აი ამის შემდეგ უკვე ნამდვილად ცოტა პატარა პრაქტიკაზე, თეორიიდან პრაქტიკაზე გადავდივართ. აბა მომავალ შეხვედრამდე.